გადამწყვეტი რეფორმები განახორციელონ. ანუ ყველაზე კომპეტენტური ამ სფეროში მათ იპოვეს ალექსანდრე კვიტაშვილი, ანუ ამის კითხვა მინდა. ცხადია, ამ სფეროშიც და სხვა სფეროებშიც ეს არის ისტორიული უკეთესი კადრია. იცი რატომ გეკითხები? ეს არის ისტორიული მომენტი, იმიტომ რომ მე მგონი ყველა საქართველოს მოქალაქე ამით უნდა ამაყობდეს, იმიტომ რომ ეს არის ისტორიაში პირველად ინტელექტუალური ექსპორტი საქართველოსგან და ამის რესურსი აღმოაჩნდა სწორედ ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ ბატონ გიორგი, ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ალექსანდრე კვიტაშვილს, უბრალოდ ასეთი ტიპის ანალოგი ვერ მოვძებნეთ. ეს რამდენად გამართლებულია ზოგადად. მაგალითად, თქვენ რომ მოხვედით 2003 წელს ხელისუფლებაში, თქვენ რატომ არ გამოიყენეთ იგივე პრაქტიკა, მაგალითად, მოგეწვიათ რომელიმე უცხოელი თქვენს კაბინეტში სამუშაოდ? იმიტომ რომ ჩვენს წიაღშივე ნაციონალური მოძრაობის წიაღში და ჩვენი საზოგადოების წიაღში იყო საკმარისი ინტელექტუალური პოტენციალი და საკმარისი შეძლების მქონე ლიდერები, ადამიანები, რომლებმაც განახორციელეს ყველა ის რეფორმა, რომელიც ახლა რომელმაც დაძლია იმ დაგვარი პრობლემები, რომლებიც ახლა არის უკრაინაში, ეს არის კორუფცია, ეს არის ზედმეტი რეგულაციები და ასე შემდეგ და სწორედ აი ამ უაღრესად დიდი მსგავსების გამო არის ყველაზე რელევანტური ქართული რეფორმების გამოცდილება და მე ანუ უკრაინის წიაღში ესეთები არ მოიძებნენ ამ ასე გადაწყვიტა დემოკრატიული მანდატის მქონე უკრაინის დღევანდელმა მთავრობამ და მე ვფიქრობ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას რომ აი ამ ლარის დევალვაციის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე გვახსენებს იმას, რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელსაც ძალუც ჩვენი ქვეყნის ამ შემთხვევაში კრიზისიდან გამოყენება. ბატონ გიორგი, ის ყველაზე კარგი მინისტრი იყო თქვენს გუნდში, ალექსანდრე კვიტაშვილზე გეკითხებით. ცხადია, ჩვენ, ახლა ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სფეროზე არის საუბარი, ჩვენ ყავდა ასევე ძალიან წარმატებული მინისტრები, სამწუხაროდ მათი ნაწილი დღეს სრულიად შეთითხმული ბრალდებებით, მაგალითად ვანო მერაბაშვილი, ბაჩუახა და ეს ხვები არიან ციხეში, ეს ძალიან მოკლედ დასრულდება, ცხადია. ვანო მერაბაშვილის მოადგილე სწორედ ეკას ღულაძე და მე ვფიქრობ ეკას ღულაძის დანიშვნა და ის ტიტანური ცვლილებები, რაც მოხდება უკრაინის ძალიან ჩამორჩენილ სამართალდამცავ სისტემაში და სხვა დანიშვნებიც იქნება ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რაოდენ ისტორიული და გარდამტეხი იყო ის რეფორმა პოლიციისა, რაც საქართველოში განხორციელდა, როცა შეორნაძის ჩამყაყებული და ჩაფლული კორუფცია გადაიქცა თანამედროვე პოლიციად. გავიგეთ თავარი რომ კიდევ იქნება დანიშვნები უკრაინის მთავრობაში. ეს გიორგი კანდელაკი იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომელიც გვესაუბრებოდა იმის შესახებ, რომ გვესაუბრებოდა უბრალოდ გვიყვებოდა როგორი იქნება, ასე ვთქვათ, ექსპორტი ინტელექტუალური საქართველოსდან უკრაინაში. ახლა კი უცხოეთის ახალი ამბები, როგორი იყო დღის მანძილზე უცხოეთში მიმდინარე მოვლენების ქრონიკა. იემენში გათავისუფლების ოპერაციისას მძევალი დაიღუპა. ამერიკელი ჟურნალისტი ლუკ სომერსი ალ-ყაიდას წევრებმა შარშან სექტემბერში დაატყვევეს. ამერიკელ ჟურნალისტთან ერთად სამხრეთ აფრიკელი პედაგოგი პიერ კორკიც დაიღუპა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ხაჯია ისმაილოვას დაკავება ორგანიზაცია ამნისტი ინტერნეშნალმა დამოუკიდებელი მედიის დადუმების მცდელობად შეაფასა. ისმაილოვას ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ედება. მისი დამტკიცების შემთხვევაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენელს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეერთებულ შტატებში პოლიციის ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტებმა მანიფესტაციები ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ჩიკაგოში, კლივლენდში, ჰიუსტონსა და ბოსტონშიც გამართეს. ამერიკელმა მეცნიერმა ჯეიმს უოტსონმა დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენისთვის მიღებული ნობელის ოქროს медаლი აუქციონზე გაღიდა. მყიდველმა $4,800,000 გადაიხადა. სწავლულმა ამ ფორმით სამეცნიერო წრეებში მისდამი გამოვლენილი უპატივცემულობა გააპროტესტა. უოტსონი შემოსული თანხის ნაწილით სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას აპირებს. ახლა რეკლამის შემდეგ ისევ დავბრუნდებით ეთერში. მხოლოდ Alpha Samsung Galaxy Alpha
ამბობენ რომ ყველაფერი დიდი აფეთქებით დაიწყო. არა, ყველაფერი შეჯახებით დაიწყო. ამბობენ რომ ორი ატომი შეჯახებით წარმოიქმნება მოლეკულა, რომელიც სულ მოძრაობს. Movendo. იმასაც ამბობენ რომ ოდესმე ეს ყველაფერი გაჩერდება. ოღონდ ამის წარმოქმნაც არ მინდა. ხედა, მაინც მოძრაობს. It's moving. წრია ლავინი. Sì, certo. Badagoni. აგრო და ბიზნესის ხით თქვენზე მორგებული პირობით კრედიტ პლუს ჯორჯია. ჩვენ ვაფინანსებთ თქვენს წარმატებას. საქართველოს პოსტა სრულყოფილ, სწრაფ, სანდო და ხელმისაწვდომ მომსახურებას ქმნის. შეგიძლიათ გაგზავნოთ ღია ბარათები და მარტივი წერილები საფოსტო ყუთების საშუალებით. ისარგებლოთ ამანათის გაგზავნის სტანდარტული და სწრაფი მომსახურებით. იგივეოდ პირადი ყუთის სერვის ცენტრში. სიახლე, საქართველოს პოსტის სერვისებს დაემატება ახალი პროდუქტები. ავია, სწრაფი გზავნილი საქართველოდან და მალეო ონლაინ შოპინგი maleo.gis ვებგვერდის საშუალებით. საქართველოს პოსტა. გახადე ურთიერთობა ხელშესახები. სიურპრიზი, გამარჯობა. ბალახებს უყურებ, რატო? მოვლისთვის, სილამაზისთვის, ჯანმრთელობისთვის. იცით რომ Wash and Go ბალახების ექსტრაქტით 100%-იან ჯანმრთელ მოცულობას ანიჭებს ცხიმიანთ მას? ასეთ ცხიმიანთ მასაც კი? შესანიშნავი სუნი აქვს. მომწონს ეს გასაოცარი მოცულობა. გარდა ამისა, ის 2 დღე გამყვება. შეუძლებელია. დღესაც შენ ხარ. დიახ, ახლა რას ფიქრობ? დღესაც აქვს მოცულობა. 100%-იანი ცოცხალი მოცულობითი თმა, რომელიც 2 დღე გაყვებათ. თანამედროვე სამყაროში წარმატება მუდმივი წინსვლა. სორდროს საჭირო ადგილას გააკეთეს სწორი არჩევანი. Camry თანამედროვე სრულყოფილება. Toyota. Always a better way. მორიგი შეხვედრა ან საუკეთესო საღამო. არაღიზიონაა მარკა, დროგადის ჩვენ არ ვიცვლებით. მე მიხარია სიცოცხლე და მინდა ყველა ამჩნევდეს ამას. ადრე ჩემი თმა დამძიმებული და უსიცოცხლო იყო. პანტენის ახალი ბუნებასთან შერწყმული ზეთის თერაპია. ორგანიზმით გაჯერებული პროვიფორმულა კვებავს თქვენს თმას დამძიმების გარეშე. ჩემი თმა ჩემსავი თავარე და სიცოცხლე თავსია. პანტენი. ნოკიანის ზამთრის საბურავები ვიანორის მომსახურების ცენტრებში, ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე. შეიძინეთ ლიპტონის ნებისმიერი ჩაი და მოიგეთ 10 ნოუთბუქი, 40 ტაბლეტი, 80 აიპოდი და 1000-ობით უგემრიელესი ლიპტონის ჩაი. ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს ან დარეკეთ ხელხაზზე. მიირთვით ლიპტონი და მოიგეთ პრიზები. გამათბობელი პრაიმი თვეში 5 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. ახალი სიმპათიური მეზობელი შეუძლებელია ლაკებთან ბრძოლაში მიატოვო. თქვენ სავექსი გჭირდებათ. ის ჩემთვის რეცხაში ნომერი პირველია და განუმეორებელი სურნელი აქვს. თან ყოველთვის ხელმისაწვდომია. ის უბრალოდ საუკეთესოა. ყოველ მხრივ საუკეთესო. ეს სავექსია. ახალი კემეის კრემი და მარწყვის საპონი. სურნელოვანი კრემის ესენციით და გემრიელი მარწყვის სურნელით მოგანიჭებს აბრეშუმივით გლოვგანს. ისაც რომ დედამიწაზე ერთადერთ ქალად იგრძნობ თავს. აღმოაჩინე ახალი სურნელოვანი კრემის ესენცია და მარწყვის სურნელი შენს ახალ კემეის საპონში. საოცრად ნაზი და სურნელოვანი კანისთვის სცადეთ კემეის თხევადი საპნის ახალი კოლექცია. უმაღლესი ხარისხის ფოთლებისგან მიღებული ჩაის საოცარი არომატი. იმოგზაურეთ ჩაის სამყაროში მარიამთან ერთად. შაკირა ბლენდამეთ 3D White Lux-ისთვის. შაკირას ღიმილის მიღმა არის ახალი ბლენდამეთ 3D White Lux-ის კბილის პასტა. ის აცილებს 90%-მდე ზედაპირულ ლაქებს. უფრო თეთრი და უფრო ბრწყინვალე ღიმილისთვის მხოლოდ 5 დღეში და ის აძლიერებს ემალს. ასე რომ თქვენ ბრწყინავთ 3D White Lux-ის ღიმილით. აკეთე ის რაც გიყვარს და იბწყინე 3D White Lux-ის ღიმილით. გადაცემის ბოლო ნაწილით დავბრუნდით ეთერში. სახალხო მზადება უკვე დაწყებულია. სამზადისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სახალხო აქსესუარების შეძენაა. 2 კერამიკოსის გიგიშა პაჭკორიას და მაკამ ზარეულიშვილის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა 7 დეკემბერს გალერეაში შარდენი გაიხსნება. გამოფენა გაყიდვა 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. საშობაო სუვენირები ერთი დღით ადრე ია ადეიშვილმა დაათვალიერა. შეიძლება საქართველოში უსინათლობის გამო არ გვიყვარდა სანთლები, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა ადამიანები ეჩვევია, რომ სანთლის შოქი ნერვების მომშრელი არ არის, არამედ უფრო აწყნარებს და ამშვიდებს.
30 წელია, რაც კერამიკაზე ერთად მუშაობენ. უამრავი ფიგურა და ნაკეთობა აქვს შექმნილი. ბოლო 1 თვეა, რაც კერამიკოსი ცოლქმარი საშობაო გამოფენისთვის ემზადება. ერთი შეხედვით მარტივი საახალწლო სუვენირი შექმნას დიდი დრო და შრომა სჭირდება. Makam umravlesi ნამუშევრები 80% შეასრულა თეთრი თიხით. მე შევასრულე წითელი თიხით. რაღაცა ანგელოზები მოვიგონე კიდე საშობაო თემასთან და ნაძვის ხისთვის რო იყოს, ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდი. ძალიან რთულად კეთდება. აი წარმოიდგინეთ ეს თითოეული აი ეს ზოლი, ეს არის თითოეულად დალაგებული ეს თავიდან და თავისივე თიხით მიწეპებული ერთმანეთზე, შემდეგ ოდნავ შემშრალი და ორი ფორმა არის მე ერთმანეთზე დადებული. გიგიშას და მაკას ნამუშევრები ხელოვნების მოყვარულებს არაერთ საგამოფენო დარბაზში უნახავთ. ამჯერად დამთვალიერებელი კერამიკის 300-მდე ფიგურას გალერეაში შარდენი იხილავს. დღის პირველი საათიდან საღამოს 8 საათამდე ყველა სურვილს შეუძლია მოსვლა და დათვალიერება და კიდევ 2 დღე გაგრძელდება, ანუ სულ 3 დღეა ეს გამოფენა. წითელი და თეთრი თიხისგან შექმნილი საშობაო ფიგურები გამოფენაზე გაიყიდება და სხვადასხვა სახლის საახალწლო დეკორის ნაწილი გახდება. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ეს ხო შაბათის ქრონიკა, მე მომდევნო შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის. მოლოდინის ნაწილია მოგზაურობის. მოგზაურობა სხვა ადამიანებთან, შენთან და შენს ნაპირებთან. სერიალის სპონსორია ჩაი გრინფილდი. ჩაი გრინფილდი, შინაგანი ჰარმონია. არ გაუშვათ შანსი შეეძინოთ ტექნიკა საუკეთესო პირობებით ელექტრონიკაში. ინდეზიტის 7 კილოგრამიანი სარეცხი მანქანა 759 ლარად და ინდეზიტის გაზხურა 454 ლარად. ელექტრონიკა, სერიალის სპონსორი. აბეჯის ახალი კოლექცია და საუკეთესო საახალწლო შეთავაზება ემბავუდისგან. ემბავუდი, სერიალის სპონსორი. სერიალის სპონსორია ფლავამედი. ფლავამედის შუშხუნა ტაბლეტები ორმაგი მოქმედებით ათღიერებს ნახელს და ხელს უწყობს მის გამოდევნას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. სერიალის სპონსორია კრედიტონჯი. მარტივი ონლაინ სესხი 1000 ლარამდე, პირველი სესხი ახლა უკვე 300 ლარამდე. საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე. კრედიტონჯი. ჩვენ ხვდით ფულს ხელმისაწვდომთ.